ლელოს წევრებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო საქართველოში ბოლო დროს გამართული პროცესები. მათ შორის ლელოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების დაკავება. შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა. ხადია დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უკანონო პატიმრობას. უკანონო, იმიტომ რომ მათი ბრალი ეფუძნება უკანონო საფუძვლებს, ორგანო, რომელმაც გამოიძახა არის კანონის დარღვევით შექმნილი და კანონის დარღვევით ფუნქციონირებადი და ჩვენ დიპლომატებს გავაცანით არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებები მის თაობაზე რა ხდება და რა ხდება, არამედ იურიდიული, სამართლებრივი არგუმენტები, რა არის დარღვეული და რატომ არიან ისინი უკანონო პატიმრები დღეს. განწყობა არის საერთო ქართული ოცნების ხელში და პირობებში საქართველოს არც ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი აქვს და არც სხვა დასავლურ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითარების ნორმალიზების. ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, დევნა პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ეს არის დემოკრატიის პროცესის მოკვლა.